ვიდეოში გაგიზიარებთ საიდუმლოს, რომელიც შეგზენთ ძალას. იმდენად ძლიერს, რომ დროსაც აღარ გამოვყოფთ აღფრთოვანებული ხალხის საპასუხოდ. შეიძენთ ერთგულ მეგობრებს და აწყობთ სოციალურ წრეებს. ეს ძალა ფსიქოპატიური თავდაჯერებულობაა. დაივიწყე ყველაფერი, რაც აქამდე თავდაჯერებულობაზე გსმენია. პირველ რიგში საჭიროა თქვენსა და თქვენს გარშემო მყოფთა გონებაში ჩავიხედოთ და ამოშალო შენი გონებიდან ხელოვნური თავდაჯერებულობის პრინციპები. როგორებიცა, ხელები გაშალე, იდექი გამართულად, ისაუბრე მშვიდად, ქენი ის, ქენი ეს. ყველაფერი ბულშიტია. რადგან თავდაჯერებულობა შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც მდებარეობს აი აქ. ჩვენ მას ესე პირდაპირ ვერ ვაკონტროლებთ და შეუძლებელია გაიღვიძოთ თქვა. მოდი დღეს მე თავდაჯერებული ვიქნები. ასე რომ მოდი დავსვათ კითხვა. როგორ შეიძლება ამ თავდაჯერებულობის გაჩენა? მე კი ის გადამჩენია მოგილოცო და გითხრა რომ ეს ვიდეო სწორედ ამისთვისაა. ჩვენ ადამიანებს საკუთარ თავზე ლაპარაკი გვიყვარს. ხალხი საკუთარი პიროვნებით არის შეპყრობილი. ყოველს უნდა რომ ცხოვრების გამოცდილებები, თავგადასავლები და მიღწევები სხვებს გაუზიაროს, რადგან თავისი ადგილი დაიმკვიდროს. ეს სერტიფიცირებული ბულშიტია. ეს კი პიროვნება, რომელსაც არ ჭირდება სხვების დადასტურება იმისთვის, რომ თავის სრულყოფილად იგრძნოს. რადგანაც იგი თვითკმარია და იღებს იმ პატივისცემას და დაფასებას, რაც მას ეკუთვნის. ზედმეტი საუბრის და ტვინის გარეშე. რაც ნიშნავს შემდეგს. თუ კი შენ მანქანა იყიდე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველ მეორე გამლოს ამის შესახებ უნდა მოუყვე. ან თუ კი სამსახურში დაგაწინაურეს. არც ეს ამბავი არ უნდა ჩაიხვიო. სადმე იმოგზაურე? ეს ამბავი ჩვენთვის შეინახე. თავდაჯერებაც ამაშია, რომ შენი მიღწევები შენი ცოდე და მხოლოდ სხვებმა აღმოაჩინონ თავისი და არა შენ მოახვიო თავს შენი სისულელეები. მაგალითად, იყიდე მანქანა, რომლის შესახებაც გინდა რომ სხვებსაც უთხრა. არასდროს გააკეთო ეს. არ მიახტე უცაბედად სხვას და ტვინი არ შეუჭამ, როცა მით უმეტეს არ შენი მანქანა აინტერესებს და არ შენ. არამედ დაელოდე შესაბამის მომენტს. და შეაპარე, მაგალითად სახში გაყვანა შესთავაზე. და ესე ირიბად მიხვდება რომ ახალი მანქანა იყიდა. თან თუ კითხავს თუ რითი აპირებ მის გაყვანას, უპასუხებ რომ შენი მანქანით. ამიტომ გამოდის რომ კი არ შეატენე შენი მანქანა, არამედ მისი ინტერესზე გაეცი პასუხი. ესია ყველაფერზე. არ იცად რომ შენზე ინფორმაცია შეატენო, არამედ მიეცი საშუალება რომ ეს თვითონ აღმოაჩინო. რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ მოეშვ მტკიცებებს, მაგალითად მე არ ვარ მატყუ არა, მე ჭკვიანი ვარ და ესე შემდეგ. და უფრო მეტი ღირებულებაც ექნება შენ მიღწევებს ამ შემთხვევაში. კიდევ ერთი განსხვავება საშუალო ადამიანსა და თავდაჯერებულ ადამიანს შორის. არის ის, რომ საშუალო ადამიანი მალავს თავის სისუსტეებს და აჩვენებს მხოლოდ თავის ძლიერ მხარეს. რის ფონზეც თავდაჯერებული ადამიანი არ ასაჯეროებს არც თავის ძლიერ და არც სუსტ მხარეებს, მაგრამ აღიარებს თავის სისუსტეებს და ცდილობს ამის გამოსწორებას. ხოლო გამოუსწორებელი პრობლემის შემთხვევაში ის უბრალოდ ფაქტად იღებს ამ ყველაფერს. მაგალითად, თქვენი პრობლემა თქვენი სიმაღლეა. აქ შეგიძლიათ უბრალოდ წარმოვიდგინოთ თქვენი პრობლემები. პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ დაფიქრდეთ, არის თუ არა ეს პრობლემა მოგვარებადი და თქვენი კონტროლის ქვეშ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პასუხია არა. ხოლო თუ თქვენი პრობლემა ამგვარად მოუგვარებელია და თქვენი კონტროლის ქვეშ არა, უბრალოდ ფაქტად მიიღეთ ეს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ეს ესე იქნება. და შესაბამისად მას უკვე ვეღარავინ გამოიყენებს თქვენს საწინააღმდეგოდ. ჩემი მეორე გაფრთხილება რომ კაცრად მიიღოთ თქვენი სისუსტეები. ხოლო გამოუსწორებლობის შემთხვევაში უბრალოდ ფაქტად მიიღეთ ის, ხოლო გამოსწორების შემთხვევაში ბევრი იმუშავეთ მის დახვეწაზე. მაგრამ რაც თავარია, მინიმუმ თქვენ თავთან მაინც აღიარეთ, რომ გააქვთ რაღაც სისუსტეები. არ იცად რომ ყველაფერი გაიდეალურო. გაიცინე შენ თავზე, მიიღე შენი არაიდეალურობა. თუ კი ვინმე ცდილობს დააქცინოს ან გაგაღიზიანოს, არავითარ შემთხვევაში ამას გაღიზიანებით და აგრესიით არ აყვე. რადგანაც ოპონენტის მიზანი შენი გაღიზიანება იყო, ხოლო თუ ამას გააკეთებ, უბრალოდ შენ მის მიზანს შეასრულებ. მიუტევეთ მტრებს. ეს მათ ყველაზე მეტად აღიზიანებს. რადგან ამ დროს ხვდებიან, რომ მათი მცდელობები რომ გაეღიზიანებინათ, თქვენ სიმშვიდეს ვერაფერს უშვება. და თუ როგორი უსუსურები არიან, აი ამას ხვდებიან. ეხლა კი პატარა დავალება შენთვის. დააფიქრდი და გაიხსენე შენი ყველაზე დიდი მინუსი, რომლის გამოსწორება შეუძლებელია. ეხლა კი კარგად დაფიქრდი, ნამდვილად მოუგვარებელია კი შენი პრობლემა? თუ მოუგვარებელია თქვი რომ ეს მე ვარ, ხოლო თუ მოგვარებადია, აუცილებლად დაიწყე ამის გამოსწორება. მაგალითად, თუ შენი პრობლემა ჭარბიწონა, დაიწყე ვარჯიში, სწორიკვება. იმედია პრინციპს მიმიხვდი. მიეცი შენ თავს ღირებულება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხალხის გარემოცვაში ხარ. პირველ რიგში განსაზღვრე თუ რითი აძლევს შენ თავს ღირებულებას. თავარი თუ რამდენად ღირებულად წარმოაჩენ შენ თავს და რა ის თუ რამდენად ხარ რეალურად. მოდი პატარა ტესტ გაგიკეთებ. ფოტოში მყოფებში, რომელსაც ყველაზე მაღალი ღირებულება. სწორი პასუხი არ ვიცი, მაგრამ რატომაც ეს კაცი ჩანს ყველაზე მაღალი ღირებულების მქონედ არის ის, რომ მან გადაწყვიტა ეს, რომ საუკეთესოა იგი ოთახში. თორე დარწმუნებული ვარ დანარჩენ 14 ადამიანში მასზე ბევრად ღირებული პერსონებიც არიან. ამიტომ, როდესაც ხალხის გარემოცვაში ხარ, არ აქვს მნიშვნელობა ეს შეხვედრა იქნება თუ სამეგობრო. აღიქვი შენი თავი, რომ საუკეთესო ხარ. შენ არის ის ხვები, რაც წარმოადგენენ რა პლუსები ან მინუსები გააჩნიათ. შესაბამისად, შენი თავდაჯერებულობა მხოლოდ შენ წარმოდგენებზეა დამყარებული. შენ არ შეგიძლია იმის კონტროლი თუ ვინ შენზე უკეთესი იქნება და ვინ უარესი, მაგრამ შენი კონტროლი შეგიძლია არის შენი წარმოდგენები და თავდაჯერებულობა. როგორც ერთმა ბრძენმა ადამიანმა თქვა, I don't care what other people think. Confidence is key.
period. ასევე ვისაუბროთ სოციალურ ქსელებზეც. ეს არის დღევანდელი თაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და მათ შორის ეს აყალიბებს დღევანდელ ღირებულებებს საზოგადოებაში. ალბათ ბევრჯერ ხსმენია და აღარ გაგიმეორებთ იმას, რომ სოციალური ქსელების გამოყენებამ გაზარდა დეპრესიის მაჩვენებელი ახალგაზრდებში, რაც თავის დაუნებურად იწვევს თავდაჯერებულობის ნაკლებობას. რადგან სოციალური ქსელები ძირითადად სავსეა სხვისი კარგი ცხოვრებით. ეს ეგრეთ წოდებული კარგი ცხოვრებით, რომელიც რეალურად ილუზიაა, ასევე ბევრი სიშიშვლით. შესაბამისად, ამ ყველაფრის ყოველდღიურად ნახვა წარმოადგენს გიქმნის, რომ სხვები შენზე უკეთესად ცხოვრობენ, მაგრამ არა. ეს სხვისი ცხოვრება უბრალოდ ილუზია, რაც შენ თავდაჯერებულობას ეს ძალიან აქვეითებს. ამიტომ თავდაჯერებულობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ხრიკი არის ის, რომ გამორთო სოციალური ქსელი, ადგე და გახვიდე გარეთ. გაიცანეთ უცხო ადამიანების, შედით მათთან დიალოგში, როგორც მოახერხებთ, იჩხუბეთ, იკამათეთ, კომპლიმენტები უთხარით, სითბო გაეცით, ბევრი უარი და ბევრი თანხმობაც მიიღეთ. სწორედ ამის მერე თქვენი თავდაჯერებულობა გაიზრდება გეომეტრიული პროგრესიასავით. და ბოლოს ორი რაღაც მინდა გითხრათ. არასდროს ეცადოთ, რომ სხვის სასიამოვნოდ თქვენი თავი გააყალბოთ და მოიწონოთ ისეთი რაღაცეები, რაც თქვენთვის მიუღებელია. და ბოლოს, არასდროს გადახვიდეთ თავდაცვის რეჟიმში და არ დაიწყოთ ზედმეტი ახსნები, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ ოპონენტს თქვენი აზრი არ მოსწონს. და ბოლოს, ყოველთვის მიეცით თქვენ თავს ღირებულება და არასდროს მისცეთ სხვას იმის საშუალება, რომ თქვენი ღირებულება განსაზღვროს.